სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონი უკვე გამოვლინდა ორდღიანი შეჯიბრი ბათუმში დღეს დასრულდა. Ბოლო 25 წლის განმავლობაში ბათუმში ჩემპიონატი პირველად ჩატარდა. ვარჯიშში მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 30 სპორტსმენი, ასევე მოწვეულები იყვნენ აზერბაიჯანის 5 ტანმოვარჯიშე. სპორტული ოსტატობის პროგრამით საქართველოს ჩემპიონი გოგონათა შორის ქეთევან ბოლქვაძე და ვაჟთა შორის პაატა ნოზაძე გახდა. საქართველოს ჩემპიონები მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოემზადებიან და მოსკოვში მაისში გაემგზავრებიან. მოლოდინზე მეტი დაძაბული და ძალიან საინტერესო შეჯიბრი იყო ბავშვები, რომლებიც გამოჩნდა, რომ საუკეთესო მომავალი ექნებათ. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულს, მათ შორის მინდა ვთქვა, რომ ბათუმელმა ბავშვებმა აჩვენეს საუკეთესო შედეგი და ესევე აბსოლუტური ჩემპიონი ქეთევან ბოლქვაძე გახდა. მინდა ყველას მივულოცო და ვისურვო, რომ ბათუმში სპორტის ზღობა და არა მხოლოდ ბათუმში, არამედ საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს. იმ შესაძლებლობებიდან, რაც იყო შესაძლებლო, ნამდვილად მაქსიმუმი აჩვენეს. იმედი გვაქვს შემდეგი წარმატებების და წინსვლის და რა თქმა უნდა, თუ პირობები და ხელისშეწყობა იქნება, უბრალოდ წარმატებებზე შეიძლება შემდეგში ვფიქროთ. მე მომზადებდა თბილისელი მწვრთნელი თინგერი ლაშხი და ძალიან კარგად მოემზადე, თუმცა მქონდა მაინც ხარვეზები და ჯეროდა ჩემთან ერთად დარწმუნებული ვიყავ, რომ გავიმარჯვებდი.